ბანდა მოგესალმებით დაგემოთ ახალი ვიდეოთი. დღეს რო შეგვექნება ჯეკობს ცხოვრების ეპიზოდი. ეს ვიდეო არის 26 წუთი მოხდოთ და კარგი ვიზუალს მოვიყვანოთ. თქვენამდე გამოიწვიეთ აქ რეგულარული გაგზის შედეგი ეპიზოდები. მოკლედ 640 ვართ ეხა რა და სულ ცოტა გვაკლია 7-3. ამიტომ გამოიწვიეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო ეს ვიდეო და ყველა აცას გამოიწვევს გვიდა რომ ავიდეთ. მართლა დიდი სურვილი გვაქვს უკვე აი ჯერ რომ 1000-ზე ავალთ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად უკვე გვებატება გამომწერები და 1000-ზე ავიდეთ. ხო, ეხა კი, რა თქმა უნდა. გაწერეთ ჩემს Facebook ჯგუფზე, რომელსაც ლინკიც ახსერაში არის. დავაფოლოვით Instagram-ზე და დანარჩენი ჩემი არხები, ჩემი ბლოგების არხი, რომელზეც ბლოგები სამწუხაროდ წავშალე და ერთი ბლოგინდეს მარტო და ამ საფუძს ბლოგები კარგად მეცდები ყველანაირად რომ კარგი ბლოგი გადავიღო. და რეაქტების დაწყებას ოპირ ფაქტი TikTok-ერებსაც ნახოთ თუ დავიწყეთ საერთოდ. ხო, TikTok-ერებსაც რა თქმა უნდა ვაპირებ და ადრე თუ გახოცილდება და მაგ არხის მოხდოს ვაპირებ და ჩემი სტრიმების არხი რომელიც აქ აბონანტია. და რა თქმა უნდა ლუკას არხები და დილოს არხების ლინკიც ახსერაში არის. რა თქმა უნდა ტრადიციული. ეხა კი შევუდგეთ ჯეკოს ცხოვრების ეპიზოდს. მოკლედ ეხა განახევთ ჩვენს ემორს, რომელიცაც ვიდეოს გარეშე, ანუ ვიდეო არ გადამიღე ამაზე, რაც შევმატეთ. მოკლედ ეს შევმატეთ ის რომ მოკლედ აქ არის აგეს ნიკო პლეიერი აწერია ჩვენი ამ არხის სახელი, აქ დრიფტ კინგი. მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რა როდის გავაკეთე, მაგრამ ესე რაც დავაწერე, ეს გონი არის. მარტო წინ იყო ის რაც გავაკეთე აქ ნიკო პლეიერი ისევ და #1k subscribe, ანუ 1000 გამომწერი, რომელიც იმედი გვაქვს რომ მალე ავალ. თქვენ მანამდე გამოიწვიეთ არხი და ლაიქ ვიდეო, უკვე აი არის 7-3 ცოტა გვაკლია. ამიტომ რაც შეიძლება მალე მინდა რომ ავიდე 1000 გამოწერს. კაი, გავეშვით. ეხა გეტყვით რომ დღეს უნდა წავიდეთ. შტაწლები ჩავაგვივიდა უკვე ნელ-ნელა პორში აიწყობა უკვე. ჩამოსული არის, მოკლედ აიწყობა და ეგ არის. ეხა ჩვენ რაც უნდა ვქნათ არის ის რომ 36 უნდა დღეს 36 დაერთვობა დრო. იმიტომ რომ 36 პორშესთან ერთად ჩამოვიდა 36-ისთვისაც რაღაცეები რა. ანუ ის უკანა ბამპერი ყველა იცით რომ გამოშვერილი რო არის, ანუ იცით ახლა უკანა ბამპერი როგორ აქვს ჩვენსაც და მოკლედ აღარ მოწოს რა. კი აქვს რაღაც ეფექტი და ლამაზი ცოტა კი არის, მაგრამ არ მინდა, არ ხდება და დავაყენებთ ისე ჩოულები ბამპერს, ოღონდ ცოტა გალამაზებულს რა, ანუ უშტო. თავის ქართულ ბამპერს არ მივაყენებთ. ეს ჩამოვიდა 36-ისთვის. ახლა მოდი გავიდეთ 36-ით. 36 გამოვიყვანოთ, დავქოქოთ, ნახოთ თუ იქოქება და საერთოდ რა ხვარჯის, იმიტომ რომ აი ზუსტად 11 თვის წინ გავიყვანეთ, აი რო შეიღება, მანამდე თუ გამოვიყვანე არ მახსოვს რა ზუსტად. ხო და ანუ 11 თვეა არ გამოვიყვანია და მოკლედ გავიდეთ და ნახოთ როგორ მდგომარეობაში. მოდით 36-თანაც, ამას გახსოვთ აქ. გახსოვთ ალბათ აქ 46 ვაყენებდით ხოლმე. მოკლედ ეხა ეს გვიყენია, მოხოს კუთხე როგორც ის გაზრდილი გვაქვს და მალე სეხესაც ნახო. ეს ფერი აღარ იქნება ეს მაგარი. დაიქოქა რა ცოტა გაჭირვებით. მოკლედ ეხლა გეტყვით რა უნდა ვქნათ, ეს ფიცროზს გადავიღოთ ამ დროს. აი ეს ბამპერი მინდა რომ შევცვალო. ბიჭო, კი არის ლამაზი, მაგრამ არ უხდება დიდად რა. ანუ აი ამას დიდად არ უხდება, ამას მოხდება ჩოულების სწორი ბამპერი რა. და ოღონდ ესეთი ჩოულები ქართული როგორც ეყენა, ისეთი არა. კაპოტსაც ვსვლით, ანუ კაპოტი ჩამოსული არის, მაგრამ კაპოტსაც ვსვლით, მოკლედ ეს კი არის ლამაზი, მაგრამ დიდად ჩემს არ უხდება და უფრო ლამაზი კაპოტი დავაყენოთ და წინა მხარეს არ ვსვლით. აი ეს მაგრა უხდება ეს ინტეგრული და ნომერი რო გვერდზე. და დისკებსაც ვსვლით, მოკლედ თლიანად ვიზუალს ვსვლით ამ მანქანაში. ეს სპოილერი და შუშაზე რო არის ის სპოილერი, იმას არ ვეკარებით. ეგეთ რაღაცებს. წავით, გავეհდით აბა, ნახოთ როგორ თუ დადის სვავში.
გავეთ. დადის ჯერჯერობით დადის. არ ვიცი სხვა რა ვთქვა. Porsche-ს რაღაცები ჩამოსული არის. ხო და როგორც Porsche-ს ნაწილები ჩამოვიდა. ხო და 36-თვისაც არის რაღაც ნაწილები, ნუ გვიდორეს ბალებობთ, თვითონ ამაზე მარტივი არა მოხსნი, უცებ მიაყენებ და ხო, ანუ მარტივი არის და Porsche არ არის მარტივი, იმიტომ რომ ჯერის უნდა მოიხსნას, ნუ მარტივი არა, მოკლედ Porsche-ს გაკეთება. მოკლედ ამას დავტოვებ და მოკლედ რო გაკეთდება, ვნახოთ. ეხლა წავიდეთ Jeep Cherokee-თან, ვნახოთ როგორ მდგომარეობაში. წინაზე გახსოვთ off-road-ზე რეებიც ვაკეთეთ. ხო და ვნახოთ Jeep Cherokee როგორ მდგომარეობაში არის. და ბარემ გავიდეთ სადმე რა მაგით. მოვედი Jeep Cherokee-თანაც და ვნახოთ როგორ მდგომარეობაში არის, იმიტომ რომ წინაზე ძალიან ვაწვალეთ off-road-ზე გახსოვთ წინა ეპიზოდი. და აი ნახეთ როგორ მდგომარეობაში შეხედეთ ამოთხრილია თლად. ნუ ამის გარეთ სხვა აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ კიდე უნდა წავიდეთ და ნუ დაის კიდე ერთხელ დავისრულებთ და ნახოთ დაიქოგება. ეგ არის, ვაუ. როდის იყო Jeep Cherokee კარგად არ იქოგებოდა. არა, მართლა კარგი ჯიპი არის, მაგრამ გამოგვადგება off-road-ზე სადმე წასასვლელად, მაგრამ გამოგვადგება ეს ფიქრადად ეს მაგანა. ხო, ანუ არა ეს ამის არა აქვს პრობლემა ვაფშე ამ ტანობა რაღაცა, სულ აი მართლა მაგრაია რა off-road-ზე, აი გასვდალოს ამის წინა ეპიზოდი, რომ აი მართლა ძალიან ისე იარა რომ არ ვიცი. ნუ ჩვენი Dodge გასვდალოთ. რო ყავდა, ანუ იმას აჯობა, აი იმას აჯობა, იმიტომ რომ ის იმდენად კარგად ვერ დადიოდა, ანუ ის გახსოვთ ალბათ. ხო და ეს ანუ მართლა კარგად გაიარა რა ეს ყველაფერი. როგორც ეს არის 20 რამდენია 2966. კაი. ხო ცოტა ხანი მუშაობს ამან. კიდევ ვნახოთ ეს ბიზნესი თუ კარგად მიმდინარეობს. ხო, როგორც ნახოთ აბა. ნახოთ, ძალიან ბევრი რაღაც აი ამ ბიზნესმა მაგარი რაღაც შემოიტანა რა. ხო და ჩავარდნის პირას მიდის ეს უკვე რა, იმიტომ რომ აი ხედავთ ალბათ როდესაც ჩოვლოთ რა. ხო, ცოტა ცუდი არის და აქ ცოტა სხვა რაღაცებიც უნდა მივაშველოთ. თორე შე არ გამოვა. ხო. ვერ უნდა წავიდეთ სახლში, ანუ ჩვენი სახლი სადაც გვაქვს და აი სახში ნორმალურად არ ყოფილვართ აი ამ პროექტების გამო. ამიტომ რა ვერ შეიძლება ვერ აქ სადღაც უნდა დავიწყოთ სახლი რომ ხოდეს სახლი რომ იმას ვთქვათ რა რაღაცები ვაკეთოთ. და აქვე ვიქნებით. ის სახლის იყოს იქ რაღაცებს როგორ დაგჭირდეს გავაკეთეთ. ანუ აქ სახლი გვინდა ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ხან აქ საგზინოს, ხან აქ სად და ამიტომ ამისთვისაც მოდი ეს დავაღებ. აი შეყენ, მოდი ეგ გამოს, აი ეგ დავაღებ. ცოტა ხანი მაინც გამოვიყარეთ, კაი ეს იმიტომ რომ აი ხედავთ ალბათ რომ ძალიან ამოსრულია. და ერთადერთი ცოტა დაკაწრები აქვს, იმიტომ რომ off-road-ზე ძალიან გავაფუჭეთ ეს მაგანა, აი მოვსვეთ და ნუ თავიდან გადასაღები იქნება ალბათ ან შეიძლება პარიზდომკამაც უშველოს. ხო, მოკლედ ეხა დაველოდოთ 66-ის დასრულებას, ანუ ეს რო შეღავდება უკვე დასრულებული იქნება წესით. ამიტომ ეხა და ნახოთ თუ როგორი გამოვიდა ჩვენი 66. და ეხა უნდა მივიდეთ ჩვენს 66-თან და ვნახოთ თუ როგორი ლამაზმანი გამოვიდა. აი შევხედოთ ეხა თუ როგორი გამოვიდა.
აუ რა ძირსკობა აქ აი უკვე აუ რა ძირს კი გამოვიდა ამას შეხედეთ ბიჭო აი მართლა ძალიან კარგი მართლა მაგარი მანქანა გამოვიდა ამას შეხედეთ აი უკანა ხარი გასაკ აი ეცე უფრო ლამაზი არის ვიდრე ის გამოშვერილები რა ვიზუალური ანუ დახატა რა აი ამან დისკები ნუ აი ხედავთ აი რა ლამაზი მაინც არის და ნუ ეს კაპოტი ამოჭრილი არის და შუშით არის დაფარული ეს ძრავი რო ჩანდეს რა ხო აი ხედავთ აი რა ძირსკობა არის შეხედეთ ფერი შეიცვალა ნუ შავი გაკეთდა და ნუ დისკები დაყენდა ეს წინა მხარე ნუ არ შეიცვალა იმიტომ რომ ის ძალიან უხდება მანქანას და ნუ ეს სპოილერით გადავაღებეთ და ეს უკანა მაგურში ისინი გავანახლეთ და ნუ ასეთი გამოვიდა ნუ საბურავად ცოტა გამოწეული გვაქვს რა ფრენესებით გამოვწვით ნუ წინამაც ოდნავ გამოვწვით მართლა კარგი მანქანა აი ძალიან მაგარი მანქანა დადგა აი მართლა უმაგრესი მანქანა გამოვიდა და აი რას ფიქრობთ თქვენ დამიწერეთ კომენტარებში აი მართლა მაგარი მანქანა გამოვიდა ხო და მოდი ახლა ლამაზი კადრები მივცხოთ სადმე რა მართლა მაგარი ბუღი დავაღენ თამაში.
მაშინ რა ბუღი დავაყენეთ. ესეც ჩვენი 26 რომელიც დასრულდა. იმედი ვაქვს მოგეწონათ ჩვენი დასრულებული პროექტი, ესე დავდგეთ. აი რო ჩანდეს ეს ყველა ეს სინამაზე. მოგეთ იმედი აქვს მოგეწონათ. ვიცადე ეს დაღთაკი ჯეკო რა გჭირს ვიჯო რა. ეს ჩვენი ახალი ვიზუალის კონდი 26. მოგეთ ამ 26 ბევრ რამეს გავაკეთეთ, მოგეთ დრიფტი იქნება, დრაგი იქნება თუ რა იქნება, ყველაფერს ნახავთ. როგორც 26, ანუ რაც არ უნდა ჯეკოს ცხოვრება გაგრძელდეს, ნუ ბუგატები დავითრიოთ, ფერარები დავითრიოთ, ეს ორი მანქანა, ანუ 26 და 36 არასდროს არ გაიყიდება. მოგეთ გვეყოლება მუდამ. ნუ ვერა შეიძლება ნუ ერთ დღესაც შეიძლება გავყიდოთ კიდევაც, მაგრამ ნუ არ ვაპირებ ჯერჯერობით ამ ორ მანქანის გაყიდვას. და როგორც ასევე მუსტანგი. ანუ ეს სამი მანქანა იქნება სულ. ხო. ეს იყო ჩვენი თავარი პროექტი, ანუ ეს 36, ეს 46, 46-ზე კიდევ საბოლოო ვარიანტი გასაფიქრებელი. ნუ ეს არის საბოლოო ვარიანტი 36-ის. მოგეთ აქ ნუ სტიკერებს დავაკრავთ და უფრო გავალამაზებთ 26-ს. მანამდე ცოტა მიმაიმუნე ცოტა იმ ფრად რაღაც ყავის ფრად გადავღებთ მანამდე, ნუ წითელი იყო გახსოვთ ალბათ. ეხა მოკლედ შევადაროთ, მოკლედ ამოვანათებ სუპირველად როგორი იყო და ეხა როგორია. ანუ აი სადა დედამიწა გასხოვება არის ამ მანქანაშიც. კაი ხა გავეშვით და სულ ეს დღეისათვის სულ ეს იყო და გავეშვით. მოკლედ კამერა დავაყენოთ ესე და წავე. ნახეთ. აი ამასანა ეგ. აღარ ბუჩქეთა რა ახლოს ვიყავი მინა კი აღარ მანქანა მივამტვრიე. აი სკიპებზე გადავრჩი. მოკლედ, всё, სულ ეს იყო ეს მაიმუნობა. მოკლედ და ნუ შედეგში ნახავთ. ეხლა მართლა შემდეგი ეპიზოდი მართლა იქნება უკვე Porsche-ს გალამაზე. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. მოკლედ, გავუეცეთ ახლა დართ რო გაგზელს შემდეგი ეპიზოდები. რო გაგზელს ეპიზოდები ჩეკოს ხორების და მანიქაუცის, რა თქმა უნდა ისით რომ ახალი ეპიზოდი დავდეთ და ნუ ის სახლურად დავასრულოთ ბოლომდე, მაგაც შემდეგ ეპიზოდში ნახავთ, ალბათ შემდეგ ვიდეო იქნება ალბათ Minecraft-ის, რა ვიცი ნახოთ. ხო და თუ რა დაგავწეს ვიდეოს და ლაიქება არხის გამოწერა რომ აი 1000-ზე გვიდა რომ ავიდეთ და მე კიდე შეხდებით შემდეგში წის საინტერესო ვიდეოები გელით.